მოგესალმებით, დღევანდელი ჩვენი საჯარო თემა იქნება თუ რა დაგიმშვიდებთ გულს უახლოეს პერიოდში. ანუ რითი დამშვიდდება თქვენი გული. სხვათა შორის ცნობას ელოდეთ, შეხვედრას ელოდეთ, შეიძლება ეს ეხებოდეს შვილს, დედმამიშვილს, მეგობარს, კოლეგას, აი ყველაზე მეტად ვისაც ახლა ვიღაცასთან შეხვედრა გელოდებათ სხვათა შორის და ამით დაგიმშვიდდებათ გული. იცოდეთ რომ ეს არის საჯარო გაშლა და რა თქმა უნდა ყველასთან არ რეზონირდება, ღია გულით მოусმინეთ, აუცილებლად შემოკარგებო ღია გულით მოусმინეთ და რაც რეზონირდება და რა ინფორმაციაც სათქვენოთ მიგაჩნიათ, მხოლოდ ის აიღეთ, დანარჩენი უბრალოდ აიღეთ და გაუშვით. აბა რა დაგიმშვიდებთ გულს უახლოესი დღეების მანძილზე? პირველ რიგში ეს იქნება ის, რომ ინფორმაცია, ძალიან ბევრი ინფორმაცია მოვა თქვენამდე, იქნება შეხვედრები, იქნება კომუნიკაცია, ზარი, მესიჯები. იცით რა არის? რაღაცას მეტად მნიშვნელოვან საკითხს, ინფორმაციის მეტად დამუშავება მოგიწევთ, იცით? საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვა თქვენამდე და გაფრთხილდით, კარგად გაანალიზეთ. ანუ იცით რა, სიჯიუტე არ გამოიჩინოთ, უფრო მეტად ცივი გონება, რაციო გამოიყენეთ და ანალიტიკური აზროვნების უნარი. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. კი ბატონო, იცით რა არის? თქვენ მოგიწევთ ამ დღეებში თქვენი აზრის დაცვა, თქვენი შეხედულების დაცვა. შეიძლება თქვენს წინააღმდეგ იყვნენ ადამიანები და მოგიწიოთ პირდაპირ კუთხით. იქნება ეს კოლეგა, იქნება ეს ოჯახის წევრი, არ აქვს, ყველა სხვადასხვა სიტუაციები გაქვთ. ამიტომაც მოერგეთ. მოახდინეთ ლავირება. შეხვედრა ელოდება ვიღაცას დიდი ხნის უნახავ ადამიანთან, ესე ვიტყოდი, სასიამოვნო შეხვედრა, ვიღაცას ახალი გაცნობა ექნება, მოულოდნელი, რომელიც უქადის, ესე რომ ვთქვათ, სერიოზულ ურთიერთობას არა, მაგრამ საინტერესო მოგონებებს. ასევე ვინც დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა და ხო, აი ვიღაცა პირდაპირ ინვიტრო გაიკეთა, რასაც ხედავდა, წარმატებით იქნება ეს და ნანატრοφსულობას გაიგებთ ჩემო საყვარლებო. იცით რა არის? თქვენი გული დამშვიდდება ზუსტად ემოციებით. თქვენი გული დამშვიდდება სწორედ იმითი, რომ მიაღწევთ საწადელს, ის რაც ყველაზე მეტად გინდოდათ, აი სულითა და გულით. ვიღაცა უბრალოდ შინაგან კომფორტს, ვიღაცა დიდი ხნის უნახავ მშობლებს ნახავს, მეგობრებს ნახავს, ვიღაცა უბრალოდ ოჯახთან გაატარებს დროს და სასურველი ენერგიით აივსება. სწორედ თქვენი მეგობრები, ძვირფასი ადამიანები, მშობლები, მეორე ნახევარი, შეიძლება თქვენი საკუთარი თავით წარსულიდან, ბავშვობის მოგონებები, ან ისეთი ადგილები, სადაც თუნდაც მშობლიური მხარე, მშობლიური სოფელი, ხო? სწორედ ეს მოგცემთ თქვენ შინაგან სიმშვიდეს, ეს დაგიმშვიდებთ თქვენ გულს. საკმაოდ ეს დღეები იცით როგორი იქნება, მენტალურად დატვირთული გექნებათ, ბევრი ინფორმაცია, ბევრი ბრძოლა, ქაოსური ენერგიები, ბევრი დინამიკა იქნება, მოხერხებულობა დაგჭირდებათ, გამოცდილება დაგჭირდებათ, წინდახედულობა გჭირდებათ, განსაკუთრებულად სიტყვებში, საქციელებში, ამას მიაქციეთ ძალიან დიდი ყურადღება, ჩემო საყვარლებო და კარგებო. მაგრამ საბოლოო ჯამში თქვენ შინაგანად კმაყოფილი დარჩებით. მე კი მთელი გულით წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე.